მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. კანონი გამჭვირვალობის შესახებ ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ტრადიციულ, კლასიკურ ევროპულ პრინციპს. გამჭვირვალობას და კონკრეტული ორგანიზაციები გამოვიდნენ ამ პრინციპის წინააღმდეგ, რადგან არ სურთ გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია საქართველოში ექსტრემიზმის, რევოლუციების, ეკლესიაზე თავდასხმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის პროპაგანდის თაობაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ რეალურად ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ სურდათ საქართველოში რეალიზებული ყოფილიყო დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი გამჭვირვალობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით პარტიის ლიდერები თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე მეორე დღეა დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ. მათივე ცნობით პარტიის დელეგაცია ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრ სტივენ გეთინს შეხვდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული საკითხი შეეხებოდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გაგრძელებას. შეხვედრის მთავარი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების ახალი ტალღა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გაგრძელება. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ასევე პოლიტპატიმრების საკითხს და მათი გათავისუფლების აუცილებლობას. ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახურის უფროსად პავლე მაჭარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პავლე მაჭარაშვილი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინა. პირველმა მოადგილემ ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. პავლე მაჭარაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებს იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების, მიგრაციისა და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტებში. 2020 წლიდან დღემდე მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას. ნათქვამია ინფორმაციაში. ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ეს რეზოლუცია არის ქართული ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის Facebook გვერდზე ვრცელდება და რითაც ის ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია. შემდეგი ნაბიჯი არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი სამართლიანი არჩევნებია. ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს, დროა საქართველო გათავისუფლეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ, წერს ვაშაძე. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე ბოლო პერიოდის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომლობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან უწყების ცნობით 23 პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული. 2018 წლიდან დღემდე თბილისში 2600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა, რაც 375 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს გულისხმობს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა. ამან ზოგადად შეცვალა ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება პარკების მიმართ. დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა, არ არსებობს სივრცე. ეს იქნება პატარა სკვერი თუ დიდი საქალაქო პარკი, რომელსაც კარგ ამინჩი უამრავი სხვადასხვა ასაკის ადამიანი არ სტუმრობს. ჩვენთვის ეს არის სიგნალი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, განაცხადა ანდრია ბასილაიამ. მისივე თქმით, დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თბილისის ტყეზე ზრუნვა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 2018-2025 წლებში ტყე 142 ჰექტარზე მეტ ფართობზე აღდგა და განახლდა.
ბაზის ბანკის გენერალური სპონსორობით საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდმა შვედეთში ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი გუნდური აქტივობაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარჩვევების გამომუშავებაში. ტურნირზე შემოთავაზებული დავალებები შეეხო ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვდა. ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირები ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ტურნირებში ტრადიციულად მონაწილეობენ 40-მდე ქვეყნის უფროსკლასელები. ბოლო წლებში საქართველოს გუნდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სომხეთის პოლიციამ პრორუსულ ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა. მედიის ინფორმაციით დაკავება ფართომასშტაბიანი რეიდების შედეგად მოხდა. აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან სომხეთის რევოლუციურ ფედერაციასთან. ასევე მათი ნაწილი კავშირში იყო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ხელმძღვანელობით მოქმედ პრორუსულ პარტიასთან. ოპოზიციური ჯგუფები გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ამის მიზეზი ალბანეზეს მიერ საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში ქმედებები გახდა. დღეს სანქციებს უწესებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელ ფრანჩესკა ალბანეზეს საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში მისი არალეგიტიმური და სამარცხვინო მცდელობის გამო. შტატებისა და ისრაელის ოფიციალური პირების, კომპანიებისა და მენეჯერების წინააღმდეგ ქმედებების ინიცირების მიზნით, განაცხადა მარკო რუბიომ. რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური საჰაერო იერიშის შედეგად 2 ქალბატონი დაიღუპა, 68 წლის ადგილობრივი მცხოვრები და 22 წლის პოლიციის კაპრალი. ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის დედაქალაქის 8 რაიონში საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კომერციული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კიევის მერის ინფორმაციით დაშავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ექიმებმა 10 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.